ვინ იქნება თოფურიას შემდეგი მეტოქე? რატომ არ სურს მახაჩევს ქართველთან ჩხუბი? ვინ არის დოლიძის შემდეგი მეტოქე და ვინ არის პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? ფაბიო კაპელოს შეფასება. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს. დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ იმ კითხვით, რომელიც უკვე დიდი ხანია აქტუალურია. ვინ იქნება ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე? თითქოს პასუხი UFC 315-ის შემდეგ გარანტირებულად უნდა გვწოდნოდა. თუმცა ჯერ მაინც ბევრი ბუნდოვანებაა. ყველასთვის ცნობილია, რომ ილიას მოქმედი ჩემპიონის ისლამ მახაჩევის დამარცხება სურს. თავად ისლამი რამდენიმე მიზეზის გამო თავს იკავებს, ან იკავებდა. დაღესტნელ მებრძოლს ქვესაშუალო წონის ტიტული სურს. აქამდე ამაში ხელს მისი მეგობარი და ჩემპიონი ბელალ მუჰამედი უშლიდა. თუმცა მას შემდეგ რაც UFC 315-ზე ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა, ისლამს გზა გაეხსნა და პირველი განცხადებაც გააკეთა. მან გულშემატკივრებს უთხრა, რომ დროა ორი წონის ჩემპიონი გახდეს. ამასთან დაღესტნელი აცხადებს, რომ ის ქამრის დათმობას არ აპირებს. შესაბამისად, კვლავ გაუგებარია, როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი ალბათობით ამ კითხვაზე პასუხი უახლოეს ერთ კვირაში ოფიციალურად უნდა მივიღოთ. შეგახსენებთ, რომ თუ ისლამი ბრძოლაზე უარს იტყვის და UFC ქამრის დათმობას მოითხოვს, დიდი ალბათობით ილიას ამ ქამრის მოსაპოვებლად ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა მოუწევს. მაგრამ რაც მთავარია, ქართველი როგორც ყოველთვის ნებისმიერი მეტოქისთვის მზად არის. ის უკვე მომდევნო ბრძოლისთვის ოფიციალურად ემზადება. ქართველმა ცოტა ხნის წინ ის მიზეზიც დაასახელა, თუ რატომ არ სურს მახაჩევს მასთან ჩხუბი. ისლამ მახაჩევს ჩემნაირი მეტოქე არასდროს ყოლია. ჩემს ყოფილ მოწინააღმდეგეებზე ამბობდნენ, რომ ისინი არავის დაუფინიშებიათ, არავის დაუნოკაუტებიათ და ასე შემდეგ. მაგრამ შემდეგ ოქტაგონზე გავსულ ვარ და ეს გამიკეთებია. რატომ? იმიტომ რომ MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. მაშინებს თუ არა ის რომ რუსია? პირიქით, ეს დამატებითი мотиваცია. არ მგონია მახაჩევი ჩემს ფეხებს შეეხოს, რადგან როგორც კი ჩემს დარტყმას იგრძნობს, მოუნდება რუსეთში დავაბრუნო. რატომ არ უნდა ჩემთან ჩხუბი? წონის შეცვლას ცდილობს. როგორც მე გავაკეთე, რადგან წონის კლებისას პრობლემები აქვს. ისიც ახალ გამოწვევას ეძებს, მაგრამ ისეთი გამბედაობა არ აქვს, როგორც მე, რადგან საჩემპიონო კამარს ვაკანტურს არ ხდის. ეშინია თუ არა ჩემი? არ მგონია ჩემი ეშინოდეს, რადგან MMA სამყაროში ყველა მიცის, რა შეგრძნებაა ოქტაგონზე შესვლა და ჩხუბი. ის ფრთხილობს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩემთან ბრძოლა არ უნდა, ისაა, რომ იცის წააგებს. მაგალითად, ბოლო ჩხუბი არმან ცარუკიანთან ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ ის ორთა ბრძოლას ჩაეხსნა. მიუხედავად ამისა, ისლამი ახალ მეტოქეს რენატო მოიკანოს სწრაფად დათანხმდა, რადგან იცოდა დაამარცხებდა. ჩემთან მიმართებით ასე არაა. დანა ვაითის თქმით, ვის დაუპირისპირდება ილია თოფურია 28 ივნის UFC 317-ზე, ამის შესახებ ინფორმაცია ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სანამ ოფიციალურ პასუხს გავიგებთ. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ განვითარდება მოვლენები და ვისი დამარცხება მოუწევს ქართველს მეორე ტიტულის მოსაპოვებლად? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი მანამდე გეტყვით, რომ მორიგი ბრძოლისთვის ემზადება UFC-ს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინა ბრძოლიდან ორ თვეზე ნაკლები დრო გავიდა, სპორტსმენმა მომდევნო დაპირისპირებაზე მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაიწყო. ბრძოლასთან დაკავშირებით სიახლეები მაქვს. ის ბრძოლა არაა, რაც მე მინდოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, კონტრაქტს ხელს მოვაწერ. დასაკარგი დრო არ მაქვს სხვებს რომ ველოდო. კიდევ ერთი 5 რაუნდიანი მთავარი ბრძოლა. აგვისტოში შევხვდებით. არც ერთი ნაბიჯი უკან. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა და ტოპ 5-ის მებრძოლთან ჩხუბი მოითხოვა. შესაძლო ოპონენტებად ყოფილი ჩემპიონები რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია დაასახელა. მაგრამ როგორც ცნობილია, გამოწვევა არც ერთმა მათგანმა არ მიიღო. ვინ იქნება რომანის მომდევნო მეტოქე? ამაზე ქართველს არ უსაუბრია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ეს ენტონი ერნანდესი იქნება. ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ გასულ ივნისში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამერიკელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ახლა კი გავრცელებული ინფორმაციით ეს დაპირისპირება 10 აგვისტოს UFC Vegas 109-ის მთავარი ბრძოლა იქნება. თუმცა ოფიციალური ანონსი ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია. ახლა კი ფეხბურთი და საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლოს წინატური, სადაც სამივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ადამდე გაჩემპიონებულმა პარი სენ-ჟერმენმა გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად ბოლო ადგილოსანი მონპელიე 4-1 დაამარცხა. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ლიდერები დაასვენა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ქართულის გუნდს წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს. 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალი რეიმსთან და 31-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინტერთან. ამ დაპირისპირებამდე კი პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატში სეზონს 17 მაისს ოსერთან თამაშით დაამთავრებს. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გადამწყვეტი შეხვედრის მონაწილეები დაახასიათა, რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ვინ არის პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? კვარაცხელია.
ხვიჩა პარის სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო მოთამაშეა. არის თუ არა პარის სენ-ჟერმენის საშიში? მეკარით უნდა დავიწყოთ, რომელმაც პარიზული კლუბი ფინალში გაიყვანა. ჯანლუიჯი დონარუმას გარდა ლუის ენრიკეს დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელიც ძალიან ძლიერი ნახევარ-დაცვით გამოირჩევა. ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები არ არიან, მაგრამ ხარისხი, დინამიკურობა და უმაღლესი დონის ტაქტიკური ცოდნა აქვთ. ისინი პრესინგზე მალევე გადადიან და ბურთს სწრაფად იბრუნებენ. პარის სენ-ჟერმენის შეტევა ძალიან კრეატიულია და პარიზელებს დუე, დემბელე და კვარაცხელი ახავთ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც იციან დრიბლინგი როგორ განახორციელონ და თუ მათ წინააღმდეგ საუკეთესოდ არ ითამაშებ, დაისჯები. ითანხმები თუ არა ფაბიო კაპელოს? დაწერე შენი აზრი კომენტარებში. მე კი გეტყვი, რომ ლიგა 1-ის ამავე ტურში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა გიორგი მიქაუტაძის ლიონმა, რომელიც მონაკოსთან 0-2 დამარცხდა. სამწუხაროდ გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში მხოლოდ 76 წუთზე ჩაერთო და მცირე დროში მისი გუნდის დახმარება ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ ამ მარცხით ლიონმა ევროტურნირზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიხთულა. ახლა ქართველის გუნდს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. მას 57 ქულით სტრასბურგი უსწრებს, რომელიც კონფერენს ლიგის ზონაშია. თუმცა ამავე რაოდენობის ქულები აქვთ ნიცას და ლილს, რომლებიც შესაბამისად მე-4 და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგი ბოლო ტურში ვერ მოიგებს და ლიონი გაიმარჯვებს, თანაბარი ქულების შემთხვევაში მიქაუტაძის გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-6 ადგილზე აღმოჩნდება. თუმცა შესაძლოა ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს ლილის და ნიცას შემთხვევაში. მოკლედ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, სადაც ლიონი ანჟეს უმასპინძლებს. მიქაუტაძისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა, რომელმაც სტუმრად რეიმსი 2-0 დაამარცხა. მართალია ქართველს საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ტრადიციულად აქტიური იყო. სენტ-ეტიენი 30 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-16 პოზიციაზე მყოფ ლეაურს 1 ქულით ჩამორჩება. თუ სენტ-ეტიენი სეზონს მე-16 ადგილზე დაამთავრებს, პლეი-ოფის გზით ლიგა 1-ში დარჩენის შანსს მიიღებს. მე-17 ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი სენტ-ეტიენი ლიგა 2-ში დაქვეითდება. ბოლო ტურში ქართველის გუნდი უმოტივაციო ტულუზას მიიღებს. ლეური კი იმ სტრასბურგს ესტუმრება, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის. გიორგი მამარდაშვილის ვალენსია კი ლა ლიგის 35 ტურში ხეტაპეს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვე მშრალი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე გამოცემის მიხედვით ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მის ამგარისზე 3 მოგერიება, 30-დან 25 ზუსტი პასი და 12-დან 7 ზუსტი გრძელი პასი იყო. ქართველის გუნდი ამ დროისთვის მე-10 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას ვალენსია 14 მაისს ალავესის წინააღმდეგ გამართავს. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა, რითაც ბუნდესლიგიდან პირდაპირ გავარდნას გადაურჩა. ქართველის გუნდმა სტუმრად უნიონ ბერლინი 0-3 დაამარცხა და 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი დაიკავა. ზივზივაძე თამაში 93 წუთზე ჩაერთო და ამ მცირე დროში შეტევაში მნიშვნელოვანი მომენტი არ ჰქონია. ბუდუს გუნდი ბოლო ტურის შეხვედრას 17 მაისს საკუთარ მოედანზე ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ჰაიდენჰაიმს აქვს მცირე შანსი, რომ ჩემპიონატი მე-15 პოზიციაზე დაამთავროს, რითაც ელიტაში დარჩეს. ასევე მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ, რომელიც ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. ქართველის გუნდმა 39 ტურის შეხვედრაში სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერი ელჩე 3-1 დაამარცხა. ქართულ ნახევარმცველს მცირე ტრავმა აწუხებდა და ამის გამო შეხვედრაში 71 წუთზე ჩაერთო. ამ გამარჯვების შემდეგ კი ლევანტეს 70 ქულა აქვს და ლიდერ ელჩეს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირდაპირ საგზურს სეგუნდა დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდი იღებს. ჩემპიონატის დამთავრებამდე კი 3 ტური რჩება. ქოჩერაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე ალბასეტესთან გამართავს. ახლა კი კალათბურთი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, სადაც გიორგი შერმადინის ტენერიფე სტამბოლის გალათასარაისთან 80-90 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა 22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარი მოჩააგდო. შესაბამისად 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ტენერიფე ამ მარცხის შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშებს. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩარტე ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.